კუროს რაც შეეხება კუროსთვის ეს პირდაპირ კავშირში არის ფულთან, ფინანსებთან, მატერიალურ საკითხებთან და აქაც თავარი პრინციპი ეს არის ისწავლეთ მოთხოვნა, ისწავლეთ საზღვრების მონიშნა. და აქაც მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოდით კომფორტის ზონიდან, გაბედეთ, იმიტომ რომ კუროებს არ უყვართ ზოგადად მიჩვეულის დატოვება, ძირითად შემთხვევაში. ყოველთვის ესეთი პრინციპი აქვს, რომ ახალ სკამზე რომ უნდა გადაჯდნენ, რაღაც ერთი ფეხით გადაჯდეს და ერთი შეიძლება უკან დარჩეს და ეს პერიოდი ხო, ანუ თუ რამე არ მომეწონება, ხო, კურო საერთოდ ძალიან ის სელექციური ნიშანია ზოგადად. ძალიან არჩევს, დიდი ხანი აკეთებს არჩევას გაკეთება სწრაფად არ უყვართ. საერთოდ არ უყვართ ვინმე რო აჩქარებს, საერთოდ არ უყვართ. მაგრამ ვერძი სწრაფია და ეს ყველაფერი ვერძის ნიშანში, ამიტომ კუროს ურჩევს რამეს რომ თუ არ ჩაჭერით ძველი კომფორტის ზონა, არაფერი არ დაიწყება თქვენ შემთხვევაში, ამიტომ ჩემი გულწრფელი რჩევა არის გამოდით კომფორტის ზონიდან და თუ არ სცადეთ ვერას ვერ გაიგებთ კიდე რა გამოდის ცხოვრებაში, ამიტომ უნდა რაღაცა ჩითილები უნდა დათესოთ ესე თქვა ეხლა, რომ დაინახოთ რა გამოვა ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ რეალურად რაღაცა ძალიან საინტერესო და ძალიან ისეთი ახალი პროცესი იწყება თქვენ ცხოვრებაში.